ხეობიდან დაახლოებით 200 კილომეტრში, ძამას ხეობაში. იქ, სადაც ქალაქის ხმაური ვერ აღწევს და სიმშვიდე ისადგურებს, ორხევის შუა, ორხევის მამათა მონასტერი მდებარეობს. მეორე ათონი, ასე უწოდებენ ძამას ხეობას ეკლესია-მონასტრების სიმრავლის გამო. აქ არსებული 100-მდე მონასტრიდან თითოეული მათგანი თავისებურად გამორჩეული, შთამბეჭდავი და უნიკალურია. ამ სავანესაც თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს. ისტორია ძმობაზე, რომელიც მიწიერ კავშირს გასცდა და სულიერ ერთობად იქცა. მამა პეტრე და მამა პავლე ტყუპი ძმები არიან, ბერები, რომლებსაც არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ ცხოვრების მთავარი არჩევანიც აერთიანებთ. წლების წინ მათ ერი ბერობისთვის დატოვეს და მონასტრის კედლებს ღვთისმსახურებისთვის მიაშურეს. შეიძლება ითქვას, რომ 20-21 წელს უფრო ეკლესიურები გავხდით. მანამდე ხანდახან თუ მივიდოდით ეკლესიაში, ვეხმარებოდით მამაოსაც ფიზიკურად იქ. დაძნის აღდგენა მიმდინარეობდა ხოლმე სოფელში და ამას დიდი გავლენა იქონია ჩვენზე, რომ ახლოს ვიყავით სასულიერო პირებთან. გარდავტეხად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ როცა ეკლესიაში მივდიოდი, სხვანაირი სიმშვიდეს გძნობდი ლოცვის დროს. ციხავრით მივდიოდი ხოლმე. გულში რო გიხარია რაღაცა და მიდიხარ. უფალი ხო ამბობს, რომ უღელი ჩემი ტკბილიაო და ტვირთი ჯემი სუბუქიო. ზუსტად ამ სიტყვების გამო მიდის ადამიანი ღმერთამდე და იღებს იმ უღელს, რასაც ქრისტიანული უღელი ქვია. ბავშვობაში, ადრეულ ახალგაზრდობაში ფიქრები იყო, რომ გვინდოდა ბერობა, ეკლესიურ ცხოვრებას ვეცნობოდით, ბერების ცხოვრებას ვეცნობოდით, სურვილი იყო, მაგრამ ზასთან ერთად ცოტა მოვადუნეთ ყურადღება ეკლესიურობის. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ სულიერი სიმშვიდის პოვნა ჯერ მადლიერებით უნდა დაიწყო ღვთის მიმართ. პირველი რაც თქვათ აღმოვაჩინე ჩემ თავში, რომ მადური ვიყავი უფლის მიმართ და რაც ესე გავაცნობიერე ღმერთი რასაც საკეთებს ჩვენს მიმართ. კიდაც ნების შვიდეულში ვიყოფებით, რამნებების გაიარა. შეუძლებელი ადამიანი დაფიქრდე და მადლიერი არ იყო. რაც ეცნობი მის ცხოვრებას, უფრო მადლიერი ხდები. შემდეგ შეც რომ მადლიერი ხდები, ამ ყველაფრით ღმერთიც ალბათ გაძლევს იმ სიმშვიდესაც და უფრო მეტად გაახლოვებს მასთან. ზოგადად ადამიანი თვითონ თუ არ ჩათვალა რომ უნდა დაახლოვება უფალთან, ისე არ გამოვა. ყოველთვის უნდა ღმერთს რომ იყოს ადამიანი მასთან, მაგრამ ადამიანს რამდენად უნდა მასთან, ეს არის საკითხავი. რადგან ორხევის მამათა მონასტერი ტყის შუაგულში, ორხევს შუაა მოქცეული, სახელწოდებაც აქედან მიუღია. თუმცა თავდაპირველად ეს ადგილი იმდენად გატყიურებული ყოფილა, თურმე ვერავინ წარმოიდგენდა, აქ თუ მონასტრის აგება შესაძლებელი გახდებოდა. 22 მარტს 40 სებასტიელი მოწამის ხსენების დღეს მეუფე იობს ეს ადგილი უნახავს და მონასტრის დაფუძნებაც გადაწყვეტილა. მონასტერი დაარსდა მეუფე იობის მოსაკურთხევით. არქიმანდრიტ გერასიმე არის ესეთი პიროვნება, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ მონასტერი დაარსებია ძამის ხეობაში. მეუფეობი თვითონ პიროვნება ესეთი, რომ ბერონაზნობა უყვარს, მონასტრული ცხოვრების აღორძინებით არის დაინტერესებული და ხელს უწყობს ბერებს, მონაზვნებს, რომ მონასტერი დაარსონ, იღვაწონ და აი ესე მისი დაუღალავი შრომით შეიძლება ითქვას, ძამის ხეობა აღორძინდა და ნელ-ნელა იკრებს ძალას. პირველი ტაძარი გაიხსნა 2007 წელს 40 სებასტიელი მოწამის ტაძარი. შემდეგ პატარა ტაძარიც ღირსი გერასიმე იორდანელის სახელობისა 2012 წელს გაიხსნა. მოეწყო სატრაპეზო, კელიები, ეს ყველაფერი მამა გერასიმეს წინამძღვრობით გაკეთდა და აქ რასაც აკეთებს ადამიანი, ტაძრის აშენება იქნება, კელია იქნება, თუ ეზოს მოწყობა გალამაზება იქნება. ისევ იქიდან გამოდი რომ ადამიანი რომ მოვიდეს, ერთი ხრივ სიმშვიდეშიც იყოს და სილამაზეშიც იყოს. აი მამა გერასიმეს მაგალითად ააშენა დაამშვენა ეს მონასტერი და წავიდა და სხვაგან გააკეთა კიდე ეს მონასტერი და ეს ვის დარჩა? ეს დარჩა ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ მონასტერში ინდივიდუალური მორჩილებაც აქვთ, ძმები თითქმის ყოველთვის ერთად არიან. მათი ყოველი დღე ლოცვით, შრომითა და ერთმანეთის მხარდაჭერით იწყება. როგორც თავად ამბობენ, ტყუპისცალის გვერდით ყოფნა სამონასტრო ცხოვრებაში დიდი ნუგეშია. რა თქმა უნდა, მონასტერში ძმა რო ყავს, გვერდი-გვერდ რო ხართ, ერთგვარი ნუგეში არის. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სულიერი წარმარტებისთვის აი ნუგეშსაც თუ მოაკდები და ისე იცხოვრებ, უკეთესია. სასოებას უფრო ღმერთს ავყარებ მარტო. და როცა ძმა გვერდზე ყავს, რაღაცი უფრო სასოება გადმოგაკვრა, აი დამეხმარება რაღაცაში, ერთად გავაკეთებთ. აი ბალახია გასათიბი სიტუაცია და ერთად გავთიბავთ.
ბავშვობიდანვე შრომობდით, შრომა გვიყვარდა. აქაც დაგვეხმარა ბერულ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ბერობაში მარტო ლოცვა არ არის. გვაქვს მონასტერში პატარა მცირე მეურნეობები, საქონელი ყავს. თევზი ყავს. ხეხილი გვაქვს. ყვავილები. სანთელსაც ვასხავთ ხუმე, ჩვენი სანთელი გვაქვს. მომლოცველები ასე თუ ისე მოდიან. პირველი რასაც გძნობენ, რომ შემოდიან, რას მშვიდია. ალბათ ბუნებაც რომ მშვიდი არის, ფიქრის მომენტი უფრო მეტი არის. ჩამოშორებულები იქ სოციალურ ქსელებს. ტყუპი ბერების გარეგნული მსგავსება ხშირად ხდება ორხევის მონასტერში ამოსული მრევლის დაბნეულობის მიზეზი. მაშინ, როდესაც მორწმუნეები მამა პეტრეს და მამა პავლეს ერთმანეთისგან ვერ ანცხოვებენ. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, მსგავს შემთხვევებს უკვე მიეჩვივნენ და ღიმილით ხვდებიან. ესეთი მომენტი იყო, რომ სხვა მონასტერში მსახურობდი, მოვიდნენ მამაშვილი და ნახეს ჩემთან მოილოცეს ჩემი მონასტერი, სადაც ვიყავით. შემდეგ აქეთკენ ზემოთ მამა უცაცა მსახურობდა, მამა პავლე იქ ამოვიდნენ მოსაროცად და რო შემოვიდა უცბად გაუკვირდა, რომ მამაო როგორ მოგვასწრო აქ ამოსვლავ. ეგეთი მომენტი ხშირი არის. ერთმანეთში ვერევით. მათი სახელებიც სიმბოლურია. პეტრე და პავლე მოციქულებს ბერები სახელების მიღების დღიდან დაუკავშირდნენ. ეს იყო მოძღვრის კურთხევა, რომ მათი ძმობა უფლის წინაშე ისეთივე მტკიცე ყოფილიყო, როგორც მოციქულთა ერთობა. ერის კაცობის სახელი ხვიჩა და გოჩა გვერქა ბებიის შერჩეული სახელებია ესე რომ ვთქვათ. შემდეგ როცა უკვე ბერობის სახელი უნდა დავქმეოდა, ჩვენი მოძღვარი ვინც არის მეუფე იობის სურვილიც იყო და ჩემი აზრით სწორად შეგვირჩია სახელები. პეტრე და პავლე შემდეგ ბერობის სახელი. და ნასიამონების დავჭიცინა. ცოტა ფიცხიას და პეტრე უხდება. ხო. სლად ბოლომდე ვერ ვამართლი პავლეს სახელს, მაგრამ კმაყოფილი ვარ. ორხევის მონასტრის მრევლისთვის ტყუპი ბერები სიმშვიდის და სიყვარულის მაგალითები არიან. ძმები, რომლებიც ერთად ლოცულობენ ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ერთმანეთისთვის.